ჩვენ მას შემდეგ, რაც გუშინ მოვაწყვეთ აქ ბრიფინგი და ილაპარაკა კახეთის მოსახლეობამ, დაგვიკავშირდა ძალიან ბევრი მოსახლე კახეთისა, რომელიც ამბობს, რომ ის კომპენსაცია, რომელიც მათ მიიღეს, მაქსიმუმ 1500 ლარი, აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ზარალს, რომელიც მათ მიადგათ. მათ იციან იმ თანხის შესახებ, რომელიც ბიუჯეტს დამატებით გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილის მიერ 80 მილიონის გადარიცხვის შემდეგ და ისინი მოითხოვენ ამ თანხების ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას სწორად დათვალოს ის ზარალი, რომელიც მიადგა მოსახლეობას მასთან თანამშრომლობით და დაეყნოს ასევე ჩვენს მონაცემებს, რომლებსაც ჩვენი აქტივისტები აგროვებენ კახეთში და მოსახლეობას მისცეს ის, რაც მას ეკუთვნის. ერთი ძალიან საინტერესო წინადადება მინდა გაგაცნოთ, რომელიც ჩვენ მივიღეთ მე-9 არხისგან და რომელშიც იმედი გვაქვს, რომ ჩაერთვებიან სხვა მედია საშუალებებით. საქმე ეხება ტელევიზიის შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გაიმართოს ტელეხიდი. ამ ტელეხიდის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს რამდენიმე კუთხეში უნდა მოეწყოს სტუდიები, შეიძლება ეს იყოს ღია ცის ქვეშ, შეიძლება ეს იყოს დახურულ სივრცეში, ხოლო სადმე მე-4 ადგილას უნდა მოეწყოს სტუდია, სადაც იქნება ბიძინა ივანიშვილი და სადაც იგი უპასუხებს ამ ტელეხიდის საშუალებით ჩართული მოსახლეობის შეკითხვებს. ეს გადაცემა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს პროექტი პირდაპირ ეთერში გადაიცემა მე-9 არხის მიერ და გვაქვს შემოთავაზება, რომ მან მიიღოს რეგულარული ხასიათი არა მხოლოდ არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ. გუშინ რეგისტრაცია გაიარა ბლოკმა ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება. ეს იმას ნიშნავს, რომ აწი ცალკე გაიხსნება საარჩევნო კამპანიის ფონდი, ანუ ანგარიში, საიდანაც მოხდება ყველა რესურსის ხარჯვა. რეგისტრაციის შემდეგ, ანუ გუშინდელს შემდეგ, ჩვენს ყველა ბეჭდვით პროდუქციაზე იქნება სახელი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება და იქნება ნომერი 7, რომელიც არის ჩვენი საარჩევნო ნომერი.